აი რა ხდება მეგობრებო. სულ ახლახან ტელეფონზე დევინ კოული დამეკონტაქტა. დევინმა უყურა ჩვენს ბოლო ვიდეოს, რომელიც აქ Bad Guy Inc-ის არხზე გამოვაქვეყნეთ, სადაც ილიასა და გაჯის ბრძოლის ფინალზე ვსაუბრობდით. კერძოდ, ჩვენ შევეხეთ ილიას ძმას, რომელიც მთავარი სეკუნდანტი იყო. მიკროფონი ჰქონდა მიმაგრებული და ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ მიმართა რეფერის. ნება მოგვეცით დავასრულოთ ბრძოლა. უბრალოდ გაგვიშვით. ერთი რაუნდი დარჩა. ფინიშის ხაზი უკვე ჩანს. კვაცალეთ. რეფერიმ კი უპასუხა. არა, მორჩა. ყველაფერი დასრულებულია. მე მეგონა რომ სწორედ ეს დავინახე და დევინმაც იგივე კადრები ნახა, თუმცა მისი ინტერპრეტაცია სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. დევინმა მითხრა: "არა, ჩეილ, შენ ვერ მიხვდი. ეს ილიას ძმის გატეხილი ინგლისურის ბრალია. მან მართლაც თქვა სიტყვები: ჩვენ დავასრულეთ ბრძოლა. We finished the fight." მაგრამ ის კი არ სთხოვდა მსაჯს კიდევ ერთ რაუნდს, რათა საქმე ბოლომდე მieყვანა. არამედ ატყობინებდა რეფერის, რომ მათთვის ყველაფერი დასრულდა. ჩვენ დავნებდით, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. ფინალი აქ არის, ჩვენ გავჩერდითო. ამის შემდეგ რეფერიმ სასწრაფო დაუქნია ხელი და შეწყვიტა ორთაბრძოლა. თუ კარგად დააკვირდებით ძმისა და კუთხის სხეულის ენას, ისინი საერთოდ არ იყვნენ გაბრაზებულები ან გაკვირვებულები. ასე რომ მე უბრალოდ სხვა კუთხით გიჩვენებთ ამ სიტუაციას, რადგან დევინმა დამარწმუნა, რომ ეს ლოგიკურად ჟღერს. სიმართლე რომ თქვათ, არც ერთი კუთხის საქციელში არ ჯდება მსგავსი რამ. მე ყოველთვის მიჭირდა ამის გაგება. თუ რეფერი ან ექიმი აჩერებს ბრძოლას და გარკვეულწილად თუ იქ 10-8 რაუნდია, თუმცა აქამდე არ წავალ, ეს ნიშნავს, რომ მათ კუთხეს მიანიშნეს თქვენი სამუშაო ვერ შეასრულეთ. რეფერი არასოდეს არ უნდა აღმოჩნდეს იმ პოზიციაში, რომ ბრძოლა შეაჩეროს, განსაკუთრებით რაუნდებს შორის შესვენების დროს. მაშინაც კი, როდესაც მოქმედება დინამიკაშია, კუთხე იქვია, მათ თავად უნდა შეეწყვიტათ ეს ყველაფერი. არც ერთი კომისია მსოფლიოში არ დამეთანხმება ამაში და არც ერთი კომისია არ წაართმევს ლიცენზიას სეკუნდანტს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად საშინლად ჩააფლა საქმე და ადამიანტკიცა, რომ არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება. თუმცა ეს ნამდვილად საინტერესო მომენტია. ილიას ძმას შესაძლოა მართლაც ეთქვა, რომ ბრძოლა დასრულდა. სხეულის ენაც ამაზე მიუთითებდა. ახლა კი გადავიდეთ სხვა თემაზე, რომელიც თეთრი სახლიდან გამოდის. ეს არის სირილ განის მიერ შესრულებული აკრძალული დარტყმები. ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელიც ძალიან მაინტრიგებს იმ კუთხით, თუ რა უნდა ვქნათ ახლა. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და თქვენთვის ბიჭებო ძალიან მნიშვნელოვანია ეს გესმოდეთ, რადგან ხშირად საერთოდ ვერ იგებთ ხოლმე არსს. თუ წესი დაირღვა და ყველა მიცის, რომ ეს წესების დარღვევაა, არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, სანამ ვინმე, ვისაც ეს უშუალოდ ეხება, ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ მოითხოვს. მაგრამ არის კი ეს ჩვენი შემთხვევა. გვაქვს ეს აქ. მე მეჩვენება, რომ აღმასახებელ დირექტორს თავად შეეძლო შეეხედა ბრძოლისთვის, რომლის შედეგზეც გავლენა იქონია არალეგალურმა დარტყმებმა და პირადად წარედგინა ეს საქმე კომისიის წინაშე. თუმცა ყველამ ერთხმად გამოხატა თავისი აზრი და როცა ყველას ვამბობ, ალბათ ვგულისხმობ იმ 4 ან 5 ადამიანს, ვისგანაც MMA-ის სიახლეებს ვიგებ ხოლმე. არიელ ჰელვანი და მისი გუნდი ერთ-ერთი მათგანია. ალექს პერეირა და მისი ხალხიც მშვიდად დაეთანხმნენ იმას, რომ განის დარტყმები არალეგალური იყო. და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირილმა ეს გააკეთა. ჩვენმა მოქმედმა მძიმე წონის ჩემპიონმა, ტომ ასპინალმაც თქვა, რომ ეს დარტყმები აკრძალული იყო. ყოფილმა ჩემპიონმა ჟუნიორ დოს სანტოსმაც, რომელიც განის ოპონენტი იყო, დაადასტურა ეს ფაქტი. ასე რომ მე გატობინებთ, ვინ არიან ჩემი წყაროები და ამით მივდივარ წინ, რადგან თავად ზუსტად არ ვიცი. დიდი შეცდომა იყო, როდესაც მათ 12-დან 6-მდე იდაყვის დარტყმის წესი შემოიღეს. ეს საერთოდ არ უნდა აეკრძალათ თავიდანვე, მაგრამ რადგან აკრძალეს, მერე უკან აღარ უნდა დაებრუნებინათ. აქ ჩნდება დიდი კითხვა: სად არის 12 საათი და სად არის 6 საათი? ჩვენ სპორტში არსებობს ხუმრობაც კი, სადაც დიდმა ჯონმა ახსენა საათის ციფერბლატი და თქვა, რომ ვერ დაარტყამ 12-დან 6-ის მიმართულებით. ჰერბ დინმა კი შეედავა: კარგი, თუ ზურგზე წეხარ, ზემოდან მყოფ მებრძოლს თავზე იდაყს ვერ დაარტყამო. ჯონმა უპასუხა: რა თქმა უნდა შეგიძლია, ეს არ არის 12-6 დარტყმა. ჰერბმა კი მიუღო: არის, თუ საათი ჭერზეა ჩამოკიდებულიო. ჯონმა დაუსვა წერტილი. მოიცა, რა დროს ჭერია, როდის გინახავს ჭერზე ჩამოკიდებული საათიო. ეს ყველაფერი სასაცილო მომენტად იქცა, თუმცა მე ვერ ხვდები რა არის აქ სასაცილო. თუ მე შემიძლია ამ მოძრაობის გაკეთება და მე ტრაექტორიას არ ვცვლი, მოძრაობა გრძელდება, მაგრამ უცებ ახლა უკვე შემიძლია. მერე ისე ვიცვლება სიტუაცია და ვეღარ ვარტყამ, თუმცა მოძრაობას არ ვცვლი, ზუსტად იგივეს ვაკეთებ. ვფიქრობ, ეს ძალიან დამბნევია და მესმის, რასაც ამბობს ჰერბ დინი. ჰერბი მართალია, თუ საათი ჭერზეა ეს პრობლემაა. უბრალოდ ვერ ხვდები, რატომ წამოიჭრა ეს საკითხი საერთოდ. მაგრამ რა ვქნათ ახლა? თუ სირილმა გამოიყენა არალეგალური იდაყვები და ყველამ, ვინც ეს ნახა, დააფიქსირა დარღვევა, მაგრამ პერეირა არ გამოდის ოფიციალური საჩივრით.
და პერეირა არც აპირებს საჩივრის შეტანას სხვადასხვის. ჩვენ სპორტში ეს ასე ხდება, ხან იგებ, ხან აგებ. ეს მსაჯების გადაწყვეტილებებსაც ეხება, არა? ხანდახან გადაწყვეტილება, რომელიც შენ სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო, სხვისკენ მიდის, ხანდახან კი პირიქით. ყველას კარგი განზრახვა აქვს და წინ მივიწევთ, მართალი ვარ? პერეირას არ სჯერა, რომ სირილ განმა განზრასცა და წესების დარღვევა და მოტყუება. ეს უბრალოდ იყო საკითხი, იყო თუ არა ეს დარტყმები ნებადართული. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია ვიდეოზე და აკრძალული ტექნიკა მსაჯს გამოეპარა, ვისი ბრალია ეს? ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ არალეგალური დარტყმა გამოეპარათ, მაგალითად, არიელ ჰელვანი და პერეირა, რომლებიც დღეს ვნახე MMA ჯანკისა და MMA ფაიტინგის სტატიებში, ისინი არ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევითი დარტყმა იყო გააფთრებული გაცვლის დროს. ისინი ამტკიცებენ, რომ იყო მრავალჯერადი დარტყმები მთელი საღამოს განმავლობაში ალექს პერეირას თავის არეში, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია ბრძოლის მსვლელობაზე. მაშინ რატომ არაფერი კეთდება? რატომ არ იმსახურებს ეს გადახედვას? და თუ გადაიხედავს, თქვენი აზრით რა იქნება სამართლიანი შედეგი? ეს ხომ დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა იყო? აუქმებს ეს გამარჯვებას? იწვევს დისკვალიფიკაციას? პროფესიონალური ჭიდაობისგან განსხვავებით, დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ტიტული ნამდვილად იცვლის მფლობელს. ასე რომ, თუ ამას არალეგალურად მივიჩნევთ, ფიქრობ, ბრძოლის არ შემდგარად გამოცხადება არასწორი იქნება. აქ დისკვალიფიკაციაა საჭირო, რაც ნიშნავს, რომ ქამარი პერეირას უნდა გადაეცეს. ხედავთ, რამდენად უცნაური ხდება ეს ყველაფერი. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ჩვენ, როგორც ინდუსტრია, ასეთ რამეებს არ ვაკეთებთ. მაგრამ ასევე არის მომენტები, როცა უბრალოდ არ გვაქვს ამის უფლება, სანამ თავად ალექს პერეირა არ წამოწევს ამ საკითხს. არის ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა? საინტერესო საფიქრალია. საით მივდივართ აქედან? როგორც ჩანს, სირილი კვლავ შეხვედრას თომს. თომას პინალმა ბოლოს და ბოლოს ხმა ამოიღო და თქვა: უბრალოდ მიცხარით სად? მან დაამატა: პარიზშიც კი ჩამოვალო. პარიზი კი მართლაც არის კალენდარში, სექტემბერში, თუმცა ეს არ არის ნომრიანი ღონისძიება. ჩვენ გვითხრეს, რომ თომი ნოემბრამდე ან დეკემბრამდე არ იქნებოდა მზად, მაგრამ მან თქვა, რომ პარიზში წავა. მიიღებენ თუ არა მის შეთავაზებას, თომი გვეუბნება, მე მზად ვიქნები სექტემბრისთვის. ეს თარგი ამბავია. აი ასეთია ამ მოვლენების გამოძახული. ცხოვრებაშიც ასე ხდება. გაივლი რაღაცას, დაუთმებ დროს, ამოისუნთქავ, გადახედავ სიტუაციას და აზრს იცვლი. ახლა ვფიქრობ, რომ ილია თოფურიას ძმა მართლაც ეუბნებოდა რეფერის, რომ მათ დაასრულეს ბრძოლა. ეს იყო აბსოლუტურად სწორი საქციელი. რაც შეეხება სირილის იდაყვებს, მე ამას ექსპერტებს მივანდობებ. მე ეს არ დამინახავს როგორც უხეში დარღვევა, რადგან წესი იმის თუ რა არის თავის უკანა ნაწილი და რა არის 12-დან 6-მდე დარტყმა, არ არის მარტივი, თუმცა ხალხს უყვარს ეს თქმა. ეს იმდენად არამარტივია, რომ ჯონ მაკკართი და ჰერბ დინი, ჩვენი ყველაზე პატივსებული მსაჯები, ვერ თანხმდებიან და კამათობენ ამ საკითხზე. ეს საკითხი ნამდვილად არ არის ნათელი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.